ეხლა ჩვენ ვიყიდეთ სადენების აი ესეთი სამაგრები 6x25, ანუ 3 სანტიმეტრ ნახევარზე შედის სიღრმეში. ეხლა აი ამ სადენისთვის რამოდენიმე წერტილის სამაგრს გავაკეთებ აქამდე რომ მყარად ავიდეთ ეს. აქ უკვე ხამუთები დავამონტაჟე, ეხლა ამ კაბელს ვართ გასაყოლი, გამომდინარე იქიდან რომ ორი სადენი ერთი და იგივე გზას გადის. პრინციპში შეგვიძლია ეს სკოპები ჩავანაცვლოთ, თან მე ამ სკოპებს როგორც გითხარით, ანუ არ ვენდობი, არ ვარ აი ამ სკოპებით. აი შეხედე, აი როგორ უნდა ენდო. ერთი შეხედვით დაჭედებული იყო, მაგრამ აი პატარა ძალის ხმევა და აი შეხედეთ რა. აი ამიტომაც აი ნახეთ რა. აი ამიტომაც არ მიყვარს ეს სკოპები. ლაზერში ადგილზე ჩვენ ამ შემთხვევაში ჰორიზონტი არ გვჭირდება, გვინდა ერთი ვერტიკალის გავლება. ზუსტად აი აქ ხამუთთან მოვიდა, ხედავთ სისწორეზე ავა. ეხლა ლაზერის სხივი უფრო უკეთესად გამოჩნდება, რასაც გულისხმობ. ანუ შეხედეთ პირდაპირ ხამუთს ურტყავს ლაზერის სხივი, ადის ჩვენ ჭრილში, შემდეგ აი გათხრას გავაგრძელებ ზუსტად აი ამ სხივის მიმართულებით და ყველაზე უმოკლესი წერტილი, იმიტომ რომ კაბელი დავზოგოთ, სადენი დავზოგოთ, არის ეს. და ნახეთ, ზუსტად ცენტრში გადმოვდივართ. ეს არის ზუსტად კოლონის ცენტრი. აი ესე ჩამოვჭრი ზევიდან აი ამ კოლონას და შეუერთებ უკვე იქ როზეტს. მტრიანი საქმეა. ამდენ ხამუთს არც ერთი ხელოსანი არ გააკეთებს, ვის რა შეადარდებს, აი აქ-აი გამოტოვებენ ხოლმე, ახლა მაქსიმუმ ამ კედელზე გამოეყენებინათ 3 ან 4 ცალი. ჩემი სტანდარტი არის ტკაველი. ეს იქნება პირველი წერტილი. მეოთხე წერტილი უკვე მაგრდება გამწოვის დენის წყაროსთან ერთად. აი ესე ნელ-ნელა მივიწევთ ზევით. ეს არის მერვე. სადენი საიმედოდ არის დაფიქსირებული, ფიზიკურად ვერსად ვერ წავა, როდესაც გაილესება ძალიან კარგად იგრძნობს თავს. ჩონჩხი ხერხემალი უკვე გაკეთებულია. გალესვა ეს ასე ვთქვათ, აქ ხორცის შესხმა ეხლა ამ სადენისთვის, ასე ვთქვათ. რჩება ბოლო წერტილი და შემდეგ ამის ჩამოთხრა. შემდეგ რა შვებით? ახალ სარაფს გავაგრძელოთ ამ სადენის მოყვანა. აი ასე. აი გამხელა სადენი დაგვრჩა. ამ სადენით უკვე ამ როზეტში თავისუფლად ვემუშავებით. 20 ხამუთი გამოვიყენეთ და 20 სამაგრი.